მე-18 თავი და მე-19 თავი ჩვენ გავეცანით იგით კვირას. ეხლა არის საინტერესო თავი მე-20 და 21 თავი. ნუ მე კულმინაცია მოდის 22 თავი. მე-20 თავი ხასიათდება ძალიან ისეთი იმით რა აბრაამი აქაც წარმოგვიდგება ჩვენ როგორც მერყევი კაცი რწმენაში და მეორდება 20 წლის უკანდელი შეცდომა რაც მე-12 თავში გვახსოვს რომ წავიკითხეთ ეგვიპტეში რო ჩადის ეგა და თავის ცოლს დათასახებს თუმცა ეს ნახევარი სიმართლე იყო ნახევარი ტყუილი ხომ ამით საინტერესო არის კიდე ეს თავი ერთი იმით არა მარტო ამით რომ ეს დაეცა ისევ და რაღაცა იძულებულია შიშის გამო ისევ ტყუილი თქვას და ამით ერთგვარი საფრთხის ქვეშ დააყენოს აღთქმა არა მარტო ამით ასევე არის აქ აბრაამის ერთგვარი ცოდვის აღიარებაც მე-20 თავის მე-11 მუხლი საკვანძო მუხლები თუ გენებავთ არის აი სწორედ ეს კლუჩევოი რუსულად საკვანძო მე-11 მე-12 მე-13 განსაკუთრებით მე-11 სადაც აბრაამის ერთგვარი აღსარება აღიარება არის და გაწმენდა და აქ გებულობთ უკვე ამ თავიდან რომ თუ არა ცოდვის დაფიქსირება ისე კურთხევა ღმერთიდან არ იქნება აბრაამი სწორედ ამას აკეთებს და ჩვენ ხვდებით უკვე რა გეგმით და რა იმით მუშაობს ღმერთი რატომ ჩადის გერარში აბრაამი. აბა დავიწყოთ კითხვა, მოკლედ თავი ეს, მალე წავიკითხავთ ამას მე-20 თავი და მე 21 თავსაც მივაყოლებთ. აბა წავიკითხოთ, აბა გთხოვთ. თავი მე-20. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის და იყო მდგმურად გერარში. თქვა აბრაამმა სარაზე თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა გერარის მეფემ კაცი და წაიყვანა სარა. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო შენ რომ მოიყვანე, რადგან ქვრიანია იგი. აბიმელექი არ მიკარებია ქალს, უთხრა: უფალო, ნუ თუ მართალ ხალხს დაღუპავ. განათავად არ მითხრა ჩემი და არისო. ქალმაც ხომ მითხრა ჩემი ძმა არისო ეს კაცი. წრფელი გულითა და უმციკლო ხელით გავაკეთე ეს. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე. არ მიგაკარე მაგ ქალს. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ეს კაცი. ილოცებ შენთვის რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნე ვიცოდე სიკვდილი არ აგწდებათ, არ ჩენ და არც შენიანებს. ადგა დილა ადრიანა და აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი? რა შეგწოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი, მეც და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნია თოდესმე. კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი ამ საქმეს რომ მიპირებდი? უთხრა აბრაამა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ მეთქი. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი. მამა ჩემი სასულია იგი, ოღონდ დედა ჩემი სასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად. როცა ღმერთმა მამა ჩემი სახლიდან ამახეტიალა, უთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი მეთქი. რა მხარეშიც არ უნდა მოხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ხვარძროხა, ყმები და ყმაქალები და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი. უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე. სარას უთხრა: აჰა, 1000 ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინ შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ. ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები და ეყოლათ შვილები, რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის სარას გამო. ალბათ მე მგონი მიაქცევდით ყურადღებას ხომ ძალიან მოკლე თავი არის, მაგრამ ძალიან ტევატი. აი აქ მე რო თქვი საკვანძო მუხლები. ჯერ პირველი ორი მუხლი როგორ იწყება, რომ გაემგზავრა იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, რომელი ადგილი ეს არის, რუკაზე არ ვიცი იცით თუ არა, ესე იგი ქანაანის სამხრეთით გერარი, რომელიც ფილისტიმელების სამეფო არის და გერარში მეფეები, აი აბიმელექის ტიტული არის, აბიმელექი, არ არის რაღაც სახელი კაცისას ტიტული არის. აი აქ ჩადის საცხოვრებლად. არ არის გარკვეული რა მოტივით ახლა. იმ პირველ იმაში მოტივი გასაგები იყო, რატო ჩავიდა აბრაამი ეგვიპტეში. სიმშილობის გამო შეშინდა და ჩადის, მაგრამ აი აქ გარკვეული არ არის. უცებ ხედავთ გაურკვეველი მიზეზების გამო იყრება კაცი და ჩადის გერარში. რით არის გამოწვეული ეს და მაგიტომაც თქვი ეს მე-20 თავი
ცოტა უცნაური არის ამ ხრივ მეთქი აი რატომ არის ეს ზედმეტი ხომ არ არის და სანამ ამას ჩვენ გავარკვევით აი რომ ვკითხულობთ და მივადგებით აი პირადად მე და მე გადავხედე სხვა თეოლოგების გამონათქვამსაც არის თუ არა ეს სწორი და რა თქმა უნდა სწორია მე-11 მუხლი საკვანძო რო არის აი ა აბრაამი რაც მანამდე არ გაუკეთებია აკეთებს ერთგვარად აღსარებას აქვს ადგილი აღიარებს თავის შეცდომას და ერთგვარად სანამ ისააკი დაიბადება უნდა გაიწმინდოს ადამიანი ხომ ცოდვის ესე იგი მადლი კურთხევა არანაირად არ აქვს ადამიანს მორწმუნე ადამიანი იგულისხმება ვთქვათ ქრისტიანები თუ შენ არ მოინანიე შენი ცოდვა აქ ელემენტარულად აბრაამში ეგ არის მანამდე ეს არ გაუკეთებია ეგვიპტეში მას როდესაც პირველად შიშის გამო შიმშილობის რო დაიწყო ჯერ ამან შეაშინა და გაიქცა ეგვიპტეში ახლა კიდე მიდის სამხრეთისკენ და ძალიან იმით დაშორდა ახლა კადეშის იმასაც გვერდზე გამოუვარა ის კადეშია რომელიც მე რიცხვთა წიგში მათ საბედისწერო მოხდა ისრაელის ცხოვრებაში ხო ეს ადგილია საიდანაც უკვე ხალხმა ხეტიალი დაიწყო ჩადის გერარში არის ფილისტიმელები აქედან იღებს სიტყვას ფილისტინმა პალესტინელები ესეთი წარმართი ხალხი ბინადრობდა მათ და მუდმივი ბრძოლა ჰქონდათ ისრაელებთან გაიხსენეთ მე დავითის ის ჩასვლა გერარში ანხუსთან ესეც მე რო გავეცნობით თუ მივახციეთ უღმერთმაინება ამ ადგილამდე. მოკლედ, აქაც იგივე მეორდება. აბიმელექის გული უვარდება რაღაც არაზე. უცნაურია, შეიძლება მოგვეჩვენოს რაღაც ისეთ რაღაცნაირად. აი დღევანდელი გადასახედით ახლა ხომ? ჩვენ წინა სახეებით, ჩვენი ახლანდელი რაღაცა კლიშეებით ხელმძღვანელობთ, როცა ვკითხულობთ ესეთ წიგნებს და ძალიან ბევრი. მოზლის ბევრ შეცდომა. 90 წლის მიღწეულია თითქმის უკვე, იმიტომ რომ დღეს მოკლე ხანში მას უკვე დაურსულდება და სარა შეეძინება, ჩვენ ამას გავიგებთ 21 თავი უკვე ისააკის დაბადება. აი ეს ხალი თითქოს და არის უკვე ყველა იმას გაცდენილი ხომ? და რასილამაზეს ფლობს ასეთს რომ ყურადღებას იპყრობს აბიმელექისას, წარჩინებული მეფისას, გერარისას და იმის შიშით რომ წინდაწინვე მოლაპარაკებული როა აბრაამს და სარას წინდაწინვე მოულაპარაკებია და სწორედ ამ თავში ვგებულობთ შესაბამისი მუხლში მე-11, მე-12 და მე-13 მუხლში თუ მიაქციეთ ყურადღება, ვგებულობთ იმას რომ გარიგებას ქონია ადგილი ცოლ-ქმარს შორის თუ ვინცობა ჩავარდებოდნენ ისეთ მდგომარეობაში რომ დაემუქრებოდა ფიფათი აბრაამს, უნდა სარას ეთქვა რომ იცი ეს ცოლი ამისი არ არის. რაც აი აქ უკვე ჩანს. უცნაური კიდე ის არის რომ ეს აბიმელექი უფრო ღვთისმოშიში ყოფილა. და წარმოიდგინეთ ახლა რა შეცდომას ექნებოდა ადგილი რომ განმეორებულიყო აი ესეთი რამ რაც ხელს ააღებინებდა უკვე აბრაამს ისააკს და მოხდებოდა ის აღთქმის დარღვევაც ხომ ახლა აბრაამი რა ვიცი რატო ღალატობს ადამიანს ეს ძალიან საინტერესო ადგილი არის და ბევრჯერ დაგვისვია კითხვები ჩვენ როცა ასეთ რამეს ვკითხულობთ ეს მოძველებული არის ესა ბიბლია მოკლედ მოძველებულია თუ აქტუალური არის ვინც ბიბლიას უყურებს როგორც მოძველებულ საკითხავ გასართობ წიგნს ძალიან ცდება აი ეს ძალიან აქტუალურია აი ეს თავის და საერთოდ ყველა თავს როცა ვკითხულობთ ჩვენ არ ვკითხულობ პირადად მე ამას როგორც ისტორიული რაღაც როდისღაც მოხდა ეგა აქ ხომ გაკვეთილი არის ჩემთვის. მე ხომ მიწევს ცხოვრება ცოდვა დაცემულ სამყაროში, ხან ეგვიპტეში ვწანწალობ, ხან გერარში ჩავდივარ და ჩვენი გადაადგილება უბანშიდაც და შეგვიძლია ჩვენ უბნები დავყოთ გერარათაც და დავყოთ ეგვიპტეთაც. აი საქართველოსთვის ვაკევერა არის ეგვიპტე. და რომელიღაცა ვთქვათ, ესეთი ქანაანი შეიძლება იყოს გლდანი. ასე რომ ეს ადგილები როცა თანამედროვე 21 საუკუნიდან ვკითხულობთ ჩვენ ამას ბრიყვისთვის შეიძლება მოსაჩვენებელი იყოს ის რომ რაში მადგება ეს ჩემთვის ქრისტიანისთვის უკვე რომ ქრისტიანის საკითხავი წიგნია ბიბლია სხვათა შორის იცოდეთ იმიტომ რომ ქრისტეს სახე არის აქ თანდათანობით რო იხსნება და ბოლოს ხორჩესხმას აქვს ადგილი ახალ აღთქმაში ჩვენ ამის სახეები უნდა ამოვიკითხოთ აქ და სწორედ აბრაამს ეს ძლიერი ის აქვს დატვირთვა ამ წიგნში დაბადება რო ქვია და დათმობილი აქვს ამას ძალიან ბევრი თავი, სულ მცირე 1-13 თავი, ცოტა მეტი კიდე მე-12 და 25-ის ჩათვლის ნახევრის ეს აბრაამის ისტორია არის. მეტად საინტერესო. აი ახლა ჩვენც ყოველდღიურ ცხოვრებაში ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ როგორც აბრაამი. და რა იმედის მომცემია, როცა ღმერთი მაინც, როდესაც კაცი აღსარებას იტყვის, ეს იმედის მომცემი ჩემთვის იმიტომ არის და არა მარტო ჩვენთვის მორწმუნესათვის, რომ თუ ადამიანი ცოდვებს აღიარებს კურთხევა და მადლი მოდის და მერე იწყება ახალი. ისე არაფერი არ გამოვა. აბრაამი სწორედ ამას აკეთებს აქ და ვგებულობთ ამ თავიდან რატო ჩადივიდა გერარში. შეიძლება გაუკვირდეს რაღაცას. მოცემული არ არის კიდევ ვიმეორებ, ან შიმშილობის გამო, ან რაღაცა გაჭირვების გამო აიყარა და დაშორდა აი აღთქმულ ქვეყანას, ხომ? ეს ფილისტიმელებში თუმცა ის ქანაანის ტერიტორიაზე არის მისი მოგზაურობა, ხო? ხან ნემაში არის, მახპელაში, ხან მამრესში და ეხლა გერარში ჩავიდა. ნუ ეგვიპტე უკვე ძალიანთ მოწყვეტილია მაგ ადგილს. დიდხანს ვიმტრიეთ თავი თუ რატომ არის ეს თავი აქ მოთავსებული და
როდესაც მე ვადგებით მე-11 თავს გთხოვთ კიდე ერთხელ ჩაიხედოთ მე-11 თავში უკვე გაიხსნა ეს ერთგვარად განსაწმენდელის ადგილიც ყოფილა ეს აბრაამისათვის და ასე მოინანიეს ამებმა აქ აბრაამმა შეიგონო ეს თქვა ეს რატო იტყუება რაც მანამდე არ გაუკეთებია აშინებდა ის რომ ეს ღვთისმოშიში ხალხი აქ არ იქნებოდაო და მე იძულებული ვიყავი ჩემი და თუმცა და არის ეს მამის მხრიდან გამისახებია ჩემი ცოლი დათო და აბიმელექმა მომენტალურად სიზმარში ესე იგი დააკვირდეთ ეს კაცი ასე თუ ისე ღმერთთან წილნაყარი კაცი არის რაღაცა მით არის კიდე საინტერესო ბიბლია რომ მანდ ვერ შეხვდება ადამიანები მთლიანად 100%-ით რომ ღმერთს ვარი უთხრან გამონაკლისები არის ეს კაციც არც ღმერთს დაუდია ამასთან აღთქმა არაფერს არ იცნობს მაგრამ ღვთისმოშიში არის და უცნაურია რა წყაროებით იცნობს ახლა ცოცხალ ხელს მე არ ვიცი თუმცა იგი როგორც წარმართი უნდა იყოს კერპთაყვანისმცემელი და როგორც კი ღმერთი ამას ეცხადება იმას შიში კი არა აქვს იმისი რომ ვაიეს ვინ გამომეცხადა მის შეცდომას ესე იგი რომელიც აბრაამმა დაუშვა აბიმელექს არაფერი არ დაუშავებია პირდაპირ ეუბნება ღმერთს რომ დამიმალავ ამ კაცმა ეს ხომ არც ვიცოდი თუ ეს მართალი კაცია და მართალ კაცს დაუპაო დააკვირდეთ ეს ფრაზა ერთხელ ჩვენ გავეცანით აბრაამი როცა საუბრობს სოდომ გომორის გზად მიმავალებმა რომ გამოიარეს აბრაამთან და ზუსტად იგივე კითხვებს უსმენს აბრაამიც ერთი 10 კაცი იქნება თუ 50 მართალი მაინც დაუპავ იმ ქალაქს იგივე ტექსტი არის აქაც აბიმელექი როეუნება შეიძლება მართალი კაცი დაუპო ამ შემთხვევაში მართალი აბიმელექი იმიტომ არის რომ ამას ისეთი რამე არ ჩაუდენია ან ძალადობა ან რაღაც ამდაგვარი უბრალოდ ტყუილზე წამოეკო და საყვედურიც უკვე რა თქმა უნდა აბრაამის მიმართ არის ჩვენ ვგებულობთ ამ მოკლე იმაში იმას რომ ყველაფერი გამოსწორდა საშო რომელიც დახშული ამ აბიმელექის მთელი სახლეულობას და მოსახლეობას და ყველა უკვე ბავშვები არ ჩდება აქ ცეც არ არის ნათქვამი რამდენი დროა გასული ან რამდენი საათია თუ კვირა არის უბრალოდ გებულობთ რომ მოკლე ხანში როგორ შეიძლება დაეხშოს საშო ადამიანებს და ეს ერთგვარი ის იყო რაღაცა სასჯელივით მხოლოდ უმტკივნეულ რომელიც გამოსწორდება იმ შემთხვევაში როდესაც აბიმელექიც უკვე აღიარებს ამ ყველაფერს აბრუნებს აბრაამს აბრუნებს სარაბს თავისი რაღაც ძღვენებით და ასე შორდება აბრაამს აბიმელექი. აბიმელექი როგორც აღნიშნე არის ტიტული და თვითონ ეს სახე ებრაული სახელი ნიშნავს როგორც აი ღვთაებრივს ასევე ჩემი მეფე მამა. ესე შეიძლება ითარგმნოს ეს სხვა რამოდენიმე ის აქვს იმას. ბიბლიაში გვხვდება კიდე აბიმელექი სახელი საჯულებში, ცოტა სამი პიროვნება ატარებს ამ სახელს, ამ ტიტულს, მოდი ვთქვათ, ტიტულს აბიმელექს, რომელიც პირველად ჩვენ აქ გვხვდება ხომ ამ თავში. ეხლა წავიკითხოთ 21 თავი და 21 თავი გადავაბათ მე-20 თავთან და კიდე დაუბრუნდეთ ამას გასარკვევად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თავი არის 21 თავიც. თავი 21. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა. ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. დავრსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერისზე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს. უწოდა აბრაამას სახელად ისაკ თავისზე შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ. წინადაცვით აბრაამმა ისაკი თავისი ძე 8 დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს. 100 წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. თქვა სარა, სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს. თქვა, ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერისზე. წამოიზარდა ბავშვი და მოსყვითეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსყვითეს ისაკი. დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს. უთხრა სარამ აბრაამს, გააგდეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალი შვილმა ჩემ შვილთან, ისაკთან ერთად. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის ისმაილის გამო. უთხრა ღმერთმა აბრაამს, ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმაქალზე. ყველაფერი გაუგონეს სარას, რასაც გეტყვის, რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა. ყმაქალისთვისაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი. ადგა დილა ადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს. ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში. გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის სირას. წავიდა და დაჯდა თავისთვის მუშურებით საისრეზე, რადგან იფიქრა ბავშვის სიკვდილს ვერ უყურებო. იჯდა მუშურებით და ხმამაღლა ტიროდა. მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა,
დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზ მაციდან და უთხრა: ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას. აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანიჯა. წავიდა წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა. ღმერთი იყო ყმაწვილთან, გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა და მშვილდოსანი შეიქნა. დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან. იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა, მისმა მხედართ მთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ. ახლა შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას. როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექეცი კეთილად მე და ამ ქვეყანას, სადაც მდგმურად ახარ. უთხრა აბრაამმა: გეფიცები. საყოდურობდა აბრაამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ. უთხრა აბიმელექმა: არ ვიცი ვინქნა ეს საქმე. შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის, მეც არაფერი მსმენია დღემდე. აიღო და მისცა აბრაამმა ცხვარწროხა აბიმელექს და შეკრეს კავშირი. ცალკე გამოასხა აბრაამმა ფარიდან 7 ბატკანი. უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს 7 ბატკანი ცალკე რომ გამოასხი? უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს 7 ბატკანი მის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილი აესჯა. ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეფიცეს ერთმანეთს. შეკრეს კავშირი ბერშებაში. ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართ მთავარი და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის საუკუნო ღმერთის სახელი. თქმურობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი. მე-20 და 21 თავი ახლა რო შევკრათ რა სურათს ვიღებთ, ესე იგი მე-20 თავი, როგორც აღნიშნე, წარმოაჩენს აბრაამს როგორც ერთ წმენაში ისევ დაცემულ კაცს, იგივე სიტუაციაში ვარდება, აი თითქოს მეურდება ტექსტი რაც იყო მე-12 თავში და აქ ისევ ხდება მონანიება აბრაამისა აღსარებასავით და ყველაფერი ისე მთავრდება, რომ თავის ადგილზე ბრუნდება. იმიტომ რომ უნდა შესრულდეს ის აღთქმა, რაც ღმერთმა დაუდო აბრაამს. ესე იგი ისააკი უნდა დაიბადოს, ისააკი არის მემკვიდრე და არა იზმაილი. 21 თავი სწორედ ისააკის დაბადებას გვაუწყებს, უკვე 90 წლის არის არა, 100 წლის აბრაამი და გაჩნდა ეს ნანატრი შვილი. ეს იყო სასწაული, იმიტომ რომ როგორც პავლეც გადმოგვცემს თავის წერილებში, აბრაამის ლამის მიღწნილი სხეული ესე არის აღწერილი, ესე არ წარმოვიდგინოთ, რომ გარეგნობა იგულისხმებოდეს ამაში, იმიტომ რომ 90 წლის სარა იმდენად ლამაზია, რომ აბიმელექს, ესე იგი მეფეს სახელი ჩვენი არ ვიცით, ტიტული ეს მისი, აბიმელექს მოწონს და უნდა არამხარაში თავისად დაისვას ხასად, ხომ? ესე იგი ის გარეგნულად ლამაზი არის. ლაპარაკი არის ფიზიოლოგიაზე და ჩვენი გადასახედიდან ასაკ არ უნდა მოგვატყუოს. შეიძლება იყოს კაცი, ვთქვათ, 100 წლის, 200 და ძალიან ლამაზი იყოს. ჩვენი კრიტერიუმებით ვერ შევალთ. და პავლე გვეუბნება, რომ ეს აბრაამი ფიზიოლოგიურად უკვე მკვდარია, საშუალოდ დახშობილი ამ ჩვენ სარასაც და გაჩენა ბავშვისა ფაქტურად ეს არის სასწაული. და სწორედ ისააკის დაბადება ძალიან კარგი სახე არის იესო ქრისტეს დაბადებისა, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ისააკიც, იესოც არაბუნებრივი იმით იბადებიან. ახლა საერთოდ იესო ხო საერთოდ კაცი არ გაკარებია. სარასაც არ იყავდა, მაგრამ ხაზგასმით არის ჩვენები ის, რომ ამას უკვე დიდი ხანია საშო მკვდარი აქვს, დახშული ამის და თავად ეს სარამაც იცის და აკი როცა ეუწყა მას ბავშვის გაჩენა, გაიცინა მან, აბრაამაც გაიცინა მერე რომ შეეძინა, აქედან არის. ესე იგი ისააკი წინ ღმერთმა უთხრა, აი სახელდება საერთოდ ნათლია ღმერთი გამოდის ისააკის, ხომ? აბრაამს არეჯერა, რა თქმა უნდა არეჯერა სარასაც. მაგრამ ადგა ის ნანატრი თუ და 25 წლის მერე, 25 წელი გავიდა მას მერე რაც ეს აღთქმა დაედო 75 წლის ხო აბრაამი და ახლა 100 წლის არის და ამასობაში მისი შვილი უკვე პირველი აგარისაგან იზმაელი არის 14 წლის 13-14 წლის. თითქოს ამას უკვე ხელი ჩაქნეული ქონდა, მაგრამ ნახეთ ზუსტად 1 წლის თავზე პირობა შესრულებული იქნა და არაბუნებრივი ასწაულით და აქ მართლაც სასწაული არის და ეს არის ბევრისთვის შებრკოლების ლოდი. რომ არ ჯერათ, როცა მეცნიერული ტვინით უყურებს ყველაფერს, ბევრ ამას ვერ დაიჯერებ. და ეს სასწაული მოხდა, თუ ეს არ ჯერა ადამიანს, იმით უმეტეს ქრისტეს დაბადება როგორ უნდა იწამოს, ჩემთვის გაუგებარი არის. თუ ერთი არ გჯერა, ერთზე აგებული ყველაფერი როგორ იზამებ მეორეს. თუ ჩვენ ვიძახით ქრისტე აღდგა და ამის ყველა იძახის დღეს საქართველოში, მე არ ვიცი, ადამიანი თეისტი იქნება თუ ათეისტი, უძახო ქრისტე აღდგა და არ გითხრას ამენ. იმავე წუთში კითხვაც უნდა დაუსვათ, ჯერა თუ არა აღდგომისა.
თუ ჯერა აღდგომისა მას, ჯერა თუ არა ის უბიწო ჩასახვა იესო ქრისტესი. თუ არ გჯერა უბიწო ჩასახვა, აღდგომისა როგორ გჯერა? და უბიწო ჩასახვა ეს ემცნო პირდაპირ მარიამს და მარიამიც ისეთივე ეჭვს გამოთქვამს, როგორც სარა. აი კარგი წინასახეები არის ამ კუთხით რო წავიკითხოთ ეს. თავი და უფრო მომგებიანი იყოს ჩვენთვის და უფრო რაღაც სრულყოფილი ჩვენი სულიერებისათვის. და არა ისე ვკითხულობთ ისტორიას რაღაც ზღაპარს. ეს თუ არ დავაკავშირეთ ახლა იესო ქრისტეს, ეს ერთი კარგი წინასახი არის და ბიბლიაში ძალიან ბევრი წინასახები იესო ქრისტეს და მე იოსებსაც რო გადავალთ იმის წინასახეებსაც გავეცნობით, აი ისააკიც ძალიან კარგი ნათელი წინასახი არის იესო ქრისტესი. ჯერ ერთი მისი უცნაური დაბადება. აი ძალიან უცნაურ პირობებში იბადება ისააკი. ფაქტურად ორივე ადამიანი ცოლ-ქმარი უძლურია, მკვდარი და ფაქტურად მკვდრიდან გაცოცხლება არის. აქაც აღდგომის წინასახეც არის, როგორც ასეთი, რასაც ჩვენ ხვდებით მე ახალ აღთქმაში. შემდეგ დაპირება, ხო, წინ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, გადის რაღაც გარკვეული დრო და ამის შესრულება. წინ ეუბნებიან. ასევე ეუბნება მარიამსაც წინ სახელის დარქმევა, როგორც იესო ქრისტეს. ახსოვთ ალბათ დაიბადება შენი იმისაგან, ზედა დაარქმევა იესოს, რომელიც კაცობრიობის ცოდვებისაგან იხსნეს. და გაუცებული მარიამი იძახის, როგორ უფალო ხომ კაცი არ ვიციო. იგივეა მდგომარეობაში სარაც. შემდეგ როცა იბადება ისააკი 3 წლისა 3-დან 5 წლამდე კერძე იყო თქვა სოფელში ძალიან ბევრი 3 წლამდე და 5 წლამდე წოვდნენ ძუძუს. ისააკი როგორც კი მერვე დღესვე წინ დაცვით ეს წესის თანახმად და ძუძუს რომ მოწყდა სადღაც 3-დან 5 წლამდე, სავარაუდოდ იზმაელი 13-დან 17 წლამდე გვევლინება ამ შუალედში არის. იგი აბუჩად იგდებს ისააკს. აი როგორ ჩანს იზმაელის ხასიათი. პირველად ხვდებით აქ იზმაელის არსების აი გახსნას, ხასიათის გახსნას, თვისებისას, მოდი ვთქვათ. აი ორი თვისება რო აქვს ადამიანს, რწმენა ურწმუნოება, გახლეჩილი რო ხარ, ცოდვა რო ზეიმობს შენზე. მანამდე იზმაელში არაფერი არ ჩანს მსგავსი. და აქ უკვე დაცინეს, აბუჩად იგდებს. და ეს არის მიზეზი კონფლიქტის წარმოშობისა და რა უცნაური წინასახი ესეც რომ ღმერთმა ხო წინ იცოდეს და ეს ერთგვარად დაწუნებულიც არის. არ აღიარებული რა გაგებით რომ მემკვიდრეს არ არის და როგორაც ჩანს რომ იზმაელი დაასდევს მემკვიდრეს ისააკს, აბუჩად იგდებს, დაასცინის და ეს როგორც აღნიშნე, ზაბავს სიტუაციას ოჯახში. აბრაამი რა თქმა უნდა შვილთან ჩვეულებრივ დამოკიდებულებაშია, უყვარს ისა იზმაელი და არც არ არის მინიშნება რომ ან ერთი შეიყვაროს და მეორე მოიცულოს. მაგრამ სხვანაირად უყურებს ღმერთი ამას. იზმაელის ესეთი დამოკიდებულება ისააკთან უკვე ერთგვარად წინასახია შემდეგ თაობებზე როგორ ექცევა იზმაელიტიანები საერთოდ ისრაელიტიანებს. და აი დღესაც გრძელდება. არაბები მუდმივად ქიშპობა და ომი რო აქვს და ზდევნიან. აი ეს ხაზი მე ბიბლიაში გასდევს წითელ ზოლივით. რომ ტრაგედია არ დატრიალებულიყო, რაც მოხდა თქვათ 64-დან გამოსვლის შემდეგ აბელი და კაინს გულისხმობ, ღმერთი ჩაერევა აქ და პირდაპირ მოუწოდებს აბრაამს, რომ გაისტუმროს იზმაელი. რანაირი საყვარელის არ უნდა იყოს. ძალიან მოკლე იმაში არის შეკუმშული ფორმით გადმოცემული. ეს შეიძლება კინო სცენარისტვის ძალიან ისეთი დიდი ფანტაზიის გაქანების საშუალებაც ყოფილიყო. თუ ამ მდგომარეობაში იქნება ახლა აბრაამი, როგორია ახლა 15 წლის შვილი მოგესწროს ბიჭი და იცი რა არის გეუნებიანი, იცი თავის დედიანად გაუშვი და სადაგა უდაბნოში. აკიდა ბავშვის ზურგზე და გაუშვეს და გამოემშვიდობა ამას და ღმერთმა არ დაივიწყა არც აგარი და არც იზმაელი. ნუ აგარს კი დავიწყებული აქვს. ღმერთი რატომ სულ დაავიწყდა მას რომ იზმაელი ნიშნავს, სახელი ნიშნავს ღმერთი ისმენს. ეს უ დაავიწყდა აგარსაც და სადაც ჩანს დატოვა ის ბავშვი ისე წყვილისაგან იხჩობიან ალბათ და ალბათ მოკვდება ეს ასე მშიერი მწყურვალი და უკვე გამოიტირა აგარმა. მაგრამ ღმერთი აქ ეცხადება ამას და შეისმინა აი აგარის ვედრება, ლოცვა და წინასწარმეტყველებს იზმაელიტიანებისა და იზმაელის მდგომარეობასაც. შემდგომ ამისა ჩვენ ვკითხულობთ იმასაც რომ უკვე აქორწინებს თავის იზმაელს, მოყავს მას ეგვიპტელი ქალი, თლიანად ესე იგი ბრუნდება თავის იმაში, წარმართობაში და ამის მერე თავად იზმაელი აღარ ჩანს ამ ბიბლიის ფურცლებზე, თუ არა ერთი გაკვირით, როდის გარდაიცვალება იგი, ამას ვგებულობთ შემდეგ და შემდეგ, თორე ისე ის ამ სცენიდან გადის, რომ ვიწოვდება ეს ფოკუსი და ჩვენ უნდა გავყვეთ აღთქმის შვილებს. და ესე არის ბიბლიაში საინტერესო და ამასთან მიმართებაში ვიხილავთ იმას, ვინც დაძდევს აღთქმის შვილებს, როგორც აი იზმაელი, როგორი ის არის, ტერი, მათი მოდგმა და შთამომავლობა აღთქმული ხალხისა
ისრაელი ერისა, ეს ნათლად ჩანს ამ სიუჟეტშიც, როდესაც პატარა 5 წლის ბიჭს ავიწროებს ეს თავისი უფროსი ძმა. ისააკის წინასახე კიდე ქრისტესთან მიმართებაში რამოდენიმე მით შეიძლება კიდე განვიხილოთ. როგორც გითხარით, ეს უცნაური ის არის დაბადება, ეს ბუნებრივი წესით არ არის და ეს არის სასწაული. ეს არის ჩარევა ღმერთისმა უშუალოდ და ის დაპირება რომელიც ღმერთი დაპირდა შესულდა 25 წლის მერე ასევე დაპირდა დავითის შთამომავლობას გამოვიდოდა მესია იესო რომელიც 1000 წლის შემდეგ განხორციელდა და ნახეთ როგორი უტყუარი ის არის ღმერთის სიტყვა ყველაფერი შეიძლება გადავიდეს ხო ცადადამიწა გადავა მაგრამ ღმერთის სიტყვა არ გადადის როდესაც ჩვენ ამას ვკითხულობთ დღევანდელი ლაპარაკი არის ვისაც წამს ღმერთის სიტყვისა რომელიც განცხადებულია ბიბლიის სახით მაშინ თუ შესულდა 1, 2, 3, რატომ არ შეცვლდება დანარჩენი, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია უკვე ბიბლიის შემდეგ ფურცლებზე? ამ გადასახედიდან ჩვენ ვაქიდან უყურეთ, ხო ყველაფერი შესრულდა და აუცილებლად შესრულდება შემდეგი მეორეთ მოსვლაც, აიც რაც აღწერილია მე ესხატოლოგიური წიგნიც როა იმას. ეს ჩემთვის სარწმუნო და სანდო არის. ვინ იცის რამდენ ხანს 25 წელი კაცი ელოდებოდა. ამასობაში 25 წლის მანძილზე რამდენჯერ ღალატობს წმენა აბრაამს ესეც არის განცხადებული და არ არის დამალული. არ არის სულ მთლად წმინდა კაცად წარმოჩენილი ზეკაცად ბიბლიაში აბრაამი. უწმინდესი და უნეტარესი აბრაამი არ არის. აი რატომ არის ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ესეთი რეალისტური და ძალიან იმედის მომცემი, რომ ცოდვა ეპატიება ადამიანს თუ იგი მოინანიებს. და ცოდვა ის კი არ არის რომ ადამიანმა თქვას რომ მე ცოდვილი არა ვარ და ცოდვა ყველა ადამიანი ცოდვილია, ცოდვას ექვემდებარება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვცოდავთ ხოლმე. თავარი არის ამის აღიარება, რათა აღიარების შედეგად ღმერთის კურთხევა და მადლი გადამოვიდეს და ისე წამოვიმართოთ ცხოვრებაში. ეს ნათლად ჩანს ამ მე-20 თავში და შესაბამისად იმედის მომცემია ის რომ დაპირებული განაპირები მემკვიდრის თაობაზე როგორ შესულდა. გახსოვთ ალბათ 1 წლის თავზე გეყოლებათ შვილიო და ზუსტად შესრულდა. აი, აქედან იწყება უკვე ისტორია ისააკისა და 22 თავი არის, დრო მოგეხსენებათ ბიბლიაში გამოტოვებული არის და უცებ ჩვენ უკვე მოწიფულ ვაშკაცს ხედავთ დაახლოებით 30-ს გადაცილებულს, რომ მოსე მორჩილად მამას მიყვება. ერთი კიდე იმ ჩამონათვალს მივამატებ კიდე ერთს პარალელს, როგორც იესო იყო მამის მორჩილი, ასევე ისააკი არის მამის მორჩილიც. აქაც ძალიან საცნაური და ესეთი პარალელი არის ხაზე რო გავავლოთ წინასახე ქრისტეს ისააკი. ეს არ არის ჩვეულებრივი ესეთი იმით წასაკითხი, ცით ეს ანეკდოტის რომ მოყვება კაცი. უნდა დაგვაფიქროს ამან, ჩაგვაფიქროს, როგორ მორჩილად მიყვება მამას ისააკი და ბოლომდე იგი აი სიკვდილის ესე იგი პირას მისული კაცი არ ფართხალებს და მამამის არ ეჩხობება. ამ ხრივ უცნაური არის მსგავსება იესო ქრისტეს გოლგოთაზე რომ მიდის მორჩილად მამის მორჩილი. აი ეს ერთ-ერთი კიდე პარალელი. სხვა კიდე თუ რამე გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, კიდე შემიძლია მოყვეთ და კარგად გავავრცოთ ეს ჩვენ ძვალრბილში რო გაჭდეს და რაღაცა ჩვენთვისაც ჭკუის სასწავლებელი იყოს. ახალ აღთქმაში არის ამის ძალიან ბევრი კარგი პარალელები. მაგალითად იზმაილი აქ 21 თავში წარმოგიჩნდება როგორც ორი ბუნების კაცი. პირველად მაგალითად ის არ იყო ისეთი ხო რომ თქვათ სანამ გაჩნდებოდა ისააკი ის ვერ გამოამჟღავნებდა იმ ბუნებას რომ გვეთქვა ჩვენ რომ ის არის ცოდვად დაცემული ან ცოდვილი ან რაღაც ამდაგვარი ხომ ისააკის გაჩენის შედეგად უკვე მეორე ის შემოვიდა ამაში და წარმოჩნდა მისი ეს ბუნება ყალბი მორჩილება რწმენა და სიყვარული რომელიც არ ჩანს ამ თავში იზმაილის შესახებ 13 წელი ახლა როგორ იქნებოდა გატარებული 14 ხო და სადღაც 17 უკვე როცა დედას მოწყვეტეს ისააკი იზმაილი მოდი ვთქვათ იქნებოდა 17 წელის ამას არ ჭირდება დიდი არითმეტიკა და უცებ როგორ გამოჩნდეს მეორე ბუნებაც ამაში ამ ორი ბუნების შესახებ ახალ აღთქმაში კარგად მოგვითხრობს პავლე მოციქული რომელთა წერილი რო არის მე-7 თავი სანამ ჩვენ ღმერთს გავიცნობთ და რწმენა იმის რწმენა ცოცხალი ღმერთის რწმენა იგულისხმება რომ შევდივართ ამ რწმენაში ცოცხლდება რა ჩვენში ახალი კაცი და ახალი ბუნება ძველი თავს გვახსენებს ჩვენ და მუდმივი ბრძოლა არის ძველსა და ახალ შორის აი ამ ძველსა და ახალ ბუნებას შორის ბრძოლა ხშირ შემთხვევაში მთავრდება ძველის გამარჯვებით იზმაელთან სწორედ ეს არის იზმაელმა ეს სიყალბე წარმოჩნდა ამჯერი ადამიანისა მოსიყვარულე შვილისა როდესაც ისააკი შემოდის სცენაზე და ზუსტად ასეთი მდგომარეობაშია თანამედროვე თქვათ მორწმუნეებიც
ორი ბუნების მატარებლები, მიდის ბრძოლა, რაც აღწერილია როგორც გითხარით ახალ აღთქმაში, რომელთა წერილები მაქვს ხედულობაში, მე-6, მე-7, განსაკუთრებით მე-7 თავი, როდესაც პავლე იძახის, მე კარგი მინდა, მარგის გაკეთების სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ აკეთებს, ბოროტების გაკეთების სურვილი არ აქვს, მაგრამ აკეთებს და ესეთი მასნება. ეს ბრძოლა ყველას აქვს, აი თქვენ არ ვიცი, გიგზნიათ თუ არა, როდესაც რამე კაი ღირებულებებს თქვენ მიწვდებით და უკვე თუ ეღიარებით და მორწმუნე ხართ, იმ წუთში იხლიჩება ადამიანი. და ყოველთვის ეს მუდმივი ბრძოლა მუდმივად საკონტროლებელი არის. ახლა თქვენ თუ გონიათ ქრისტეს იწამებს ადამიანი და იმავე წუთში ძველი ბუნება ჩამოშორდება ძალიან ცდებით. უბრალოდ ხდება აღორძინება ძველში, გაცოცხლება და ძველის ძალიან ძლიერი ის აქვს გამოცდილება ადამიანს. ჯერ ერთი შესიც ხორცებული არის სამშვენველი სხეული და სხეული არის იარაღი ცოდვის, ვთქვათ, ტკბობის შემეცნების სფეროში. და როცა უკვე ახალი ადამიანი ჩდება ამ ძველში, სხეული ხო იგივე ძველი არის. და ბრძოლა მიდის, სხეულს უნდა ისევ ეს ტკბობა. ახალი კი ამას არ ანებებს და მუდმივად ეს კონფლიქტი არის. ეს არის კარგად აღწერილი მე-7 თავში და მე ამის გამარჯვება და ზემი მე-8 თავში. ჩვენც, როდესაც ძალიან ბევრი მორწმუნეები თვლიან თავს მორწმუნეებად, მე არ ვიცი ვინას უწოდებს მორწმუნეობას, მე შემიძლია ვთქვა ჩვენ გამოცდილებაზე, როდესაც იღებ იესო ქრისტეს როგორც ავტორიტეტს, როგორც ერთადერთ შეუვალ რწმენის ობიექტს, მაშინ შენში ცოცხლდება ადამიანი. და გახსოვთ ალბათ არა მარტო ის უნდა წაიკითხოს კაცმა ფსალმუნების 22 თავი იქნება ეს თუ იოანე მახარებლის მე-14 თავი ახალი აღთქმიდან ხო იქ კარგად არის გადმოცემული ეს ბუნება ადამიანის ახალი ბუნება, როდესაც ცოცხალ ღმერთს უხსნი კარებს და შემოდის ეს ცნობიერებაში გულში და გაცოცხლება ცეგარი. და აი მაშინ მანამდე ადამიანი ამას ვერ აფიქსირებს. იზმაილიც გამთლიანებული იყო ვიდრე ისააკამდე და მე აი ნახე შემოვიდა ცოდვა მიმარჯვა, იმძლავრა ისეთ დონეზე რომ უკვე ამის გამო და არა ახლა ხუშტურის გამო ახლა ღმერთი არანაირად არ გაუშვებდა იზმაილს, რომ ის ყოფილიყო მაგალითად ახალი ადამიანი, დარჩენილიყო ახალ ბუნებაში და ვთქვათ ის ყოფილიყო რა მართლა ის ხო არ არის რაღაცა თვითმიზანი რომ გააგდო კაცი. ეს იყო საშიშროებას წარმოადგენდა ისააკისთვის იზმაილი. აი ამიტომ დააშორა ღმერთმა ეს. გარიჟრაზე გვახსოვს ალბათ ჩვენ როგორ დასრულდა ძმების ასეთი ურთიერთობა კაინი რო კლავს აბელს. ეს ღმერთმა წინ და წინ იცის და რა გულმოწყალია ღმერთი რომ განა მაშინაც ხომ გულმოწყალება გამოიჩინა კაინის მისამართით, როდესაც არანაირად არ კლავს კაინს და პირიქით ვინც კაინს სიკვდილით დაემუქრება, მას ემუქრება თელი რიგი უბედურებები, ხომ? ეს ნიშანი რო დაადო კაინს. ეს შანსი არის ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი მობრუნებისა და აღსარებისა. და თუ ეს ვერ დავინახეთ, მაშინ ძალიან პრიმიტიული წაკითხვით, როგორ უყურებენ ის ღმერთს, როგორც დიქტატორი, როგორც დამჯელი, აი როგორ გააგდო ის, როგორ აი ამ ჩვეულებრივი პროზაული მით რომ მიუდგებით, გული შეგიწუხდებათ. მართლა რა დააშავა იზმაილმა, როგორც ადამიანმა, მაგრამ მაგ კატეგორიებით ღმერთი ხო არ უყურებს. დააშავებდა, აუცილებლად დააშავებდა. ღმერთმა იცის წინ და წინეს. ის აუცილებლად დაემუქრებოდა ისააკს. აუცილებლად განმეორდებოდა ის ტრაგედია, იმიტომ რომ ერთი მოწონებული არის, მეორე არა. მეორე დაწონებული. ხო ასე იყო. აბელი მოწონებულია, მისი წმენა ჩაითვალა, მისი მსხვერპლშეწირვა მიღებულია, კაინის არა. ამის შედეგად ის მოკლავდა ხო ისააკს და ღმერთი კიდე ნახეთ, კიდე აძლევს შანსს იზმაელს, პირდება დედას ნუგეშს აძლევს, გავამრავლებოდა რაც ახთა გაამრავლა და გამოვიდნენ ადამიანები მომთაბარეები და მუდმივი შვილდოსნები, ესე იგი მონადირეები და აჩაღები და რა ვიცი, მუდმივი მერე ქიშბობა აქვთ ამ ისრაელის ხალხთან და დღევანდელი ისეთ სურათით სახეზია არაბების სახით. ეს ხო იცით რომ არაბების შთამომავალი არაბები არიან ამ იზმაილისა, რომელიც ესეთი კარგი სახელი არის. უცნაურია, მე მიკვირს დღევანდელი ადრეც ვთქვი არაბებისა, რომ ისმაილ, თვითონ ისმაილი არის ინფორმაცია ამ სიტყვაში, რომ ღმერთი ისმენს. ღმერთს ესმის შენი. ღმერთი ყველაფერს ისმენს. მოკლედ ესე შეიძლება ვთქვათ. და თუ ღმერთი ისმენს შენს ყველა საქციელს, რატო არ მიმართავ ასეთ ღმერთს, რომელიც გისმენს? სახელი ხო ამას გეუბნება. რატომ არ გინდა ამ ღმერთთან ურთიერთობა? აი, შეცდომა იზმაილის. ახლა აბრაამი არ მინდა შევიდე იმ პროზაულ სფეროებში და განვიხილო აბრაამი როგორც ცნობიერების მატარებელი. რას ნიშნავს ეს? აბრაამიც არის ოჯახის თავკაცი, რწმენის კაცია. ასე თუ ისე ის იცნობს ღმერთს. რამოდენიმეჯერ გამოეცხადა. სულ ეს მე-5 გამოცხადება არის და ჩვენ კიდე შევხვდებით, ერთი 7 არის სულ, როცა 25 წლის მანძილზე 7 ეცხადება. ამას აქვს გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის. რატომ არ დასვა იზმაილი
და რატომ არ აუხსნა ეს მე არ ვიცი ახლა უხსნი და არ უხსნი და ბიბლია არაფერს არ გვეუბნება ისე როგორც ადამიანის მდგომარეობა არ ვიცი ოჯახური მდგომარეობა რატომ არ დასვა ეს შვილები არ აუხსნა სიტუაცია კაენს რატომ არ გადასცა თუ გადასცა კაენმა არ მიიღო აი ეს დახურული ეს სფერო და როცა შევდივარ ჩვენ შეიძლება შევცდეთ ხო მე შემიძლია საწინააღმდეგოც ვამტკიცო ამის საწინააღმდეგო რომ აბრაამმა უთხრა და ამან არ დაიჯერა ამაზე ღმერთი არაფერს არ იცახის ამიტომ არის რომ რწმენით უნდა მივიღოთ ჩვენ თელი რიგი რაღაცეები და რწმენა ღმერთიდან არის ღმერთიდან კიდე რწმენას ვიღებ იმიტომ რომ უსმენ ღმერთს და მოსმენა კიდე ბიბლიიდან არის და ღმერთი კიდე ის ვიცი რომ ძალიან მიუხედავად იმისა რომ ადამიანი ყოველ სიტუაციაში ურწმუნოებას იჩენს თავხედობას ვიგინდარობას როგორ ელოლიავება ისმაელის და თავის დედას მაგრამ მათ ყურები არ გამოიფრიქეს მათ ყოველ შემთხვევაში აგარი მოწმე იქნებოდა იმისა რომ აბრაამს დაპირება მიცა ღმერთმა სარასაც ნუ თუ ამას ეს დაავიწყდა ნუ თუ აგარმა ისმაელს არაფერი არ უთხრა რა შეა საქმე ბიბლია ამაზე კონკრეტულად ესე დაწვრილებით არაფერს არ გვეუბნება რამე თუ ეს ღმერთის პრეროგატივაა და ღმერთის სიტყვა არის ავტორიტეტი რაკიღა მან ესე ჩათვალა ჩვენ არ უნდა შეგვიმუშავდეს ის აზრი რომ ღმერთი იცი რა ერთს ირჩევს მეორეს იწუნებს იმ თავითვე წინ და წინ იცის ყველაფერი ღმერთმა ვინ როგორ მოიქცევა და ესე აქ ჩანს რომ აი თურმე ისმაილი რატომ არის დაწუნებული მე მანამდე ვერ გვებულობდი იცი რა დააშავა ამ კაცმა მეთქი ჯერ არ დაბადებულა აი გამოამჟღავნა მან დაცინვა დაიწყო 17 წლის კაცი უკვე ახლა 17 წლის კაცი მოიხსენება ის აღარ არის პატარა ხო ზუზუ მწოვარა ბავშვი აღარ არის მოშორდა იგი ზუზუს და გაიზარდა და მასხრად იგდებს ფაქტიურად ეს ღმერთის მასხრად აგდება არის ისააკი ხომ წინასახია იესო ქრისტესი და ისმაელი დასცინის აბუჩად იგდებს ღმერთს ცოცხალ ღმერთს მიუხედავად ამისა რა მოყვარულია ღმერთი მაინც აძლევს საშუალებას რომ ესენი გამრავლდნენ და ისეთ დონეზე გამრავლდნენ რომ ნახეთ დღეს რა ხდება არაბულ სამყაროში არავინ არ თქვას რომ ბიბლიური ღმერთი არის მკაცრი დიქტატორი და უსიყვარული მე ვერჯერ მსმენი ესეთი სულელური გამონათქვამები მე პირიქით ხედავ ძალიან მოსიყვარულია ღმერთი ყველას მიმართ და ვისთანაც აღთქმას დადებს ხომ ის ხალხი როგორ არ ერთგულობენ ღმერთის მიმართ და რომ არა აღთქმა თან უპირობო მაშინ ქრისტე არც მოვიდოთ თუ არ იმსახურებდა ადამიანები ყოველთვის არღვევდნენ აღთქმას და ბევრჯერ დაარღვია აბრაამაც ბევრჯერ დაარღვია მას არ ჯერა ბოლომდე რომ სარა შეეძინება ისააკი და არც ის არ არის აღწერილი როგორ შეხვდა მას მართალია სიხაულით შეხვდებოდა აბრაამი იმიტომ რომ თვითონ ისააკის სახელი სიცილსაც ნიშნავს სიცილი გამოწვეულია როგორც ურწმუნოებით ადრე ასევე სიხარულითაც ხომ ეს ერთგვარად ის არის რა სასიხარულო მოვლენა და თან ამავე დროს დამაფიქრებელია ყოველთვის როცა შეხედავდა აბრაამიც და სარაც თავის შვილს და ყოველდღე დაუძახებდნენ ისააკ გაახსენდებოდათ რომ ერთმა სარამ ეს ურწმუნოების გამო გაიცინა რა დრო ჩემი შვილი ვერ უკვე დამთავრებული მაქვს ყველაფერი და გაეცინა ხო გაეცინების როგორც პაცინის ალბათ ბეკინა სამანიშვილი როცა პლატონ სამანიშვილი ეუბნება შვილი როგორ ყოლოს მამაო და გადაიხარხარებს ეს ბეკინა რა დრო ჩემი შვილიაო ახსოვთ ალბათ ხომ ეს სიცილი ასეთივე იქნებოდა სარასაც ეს სიცილი და მთელი ცხოვრების მანძილზე უყურებდა შვილს და აი ეს არის ძალიან კარგი წინასახე მეგობრებო სახელი და ამ შემთხვევით არაფერი არ არის ასევე უსნაურად არის დაბადებული არა მარტო ისააკი და იესო ვახსენეთ ჩვენ ასევე იოანე ნათლისმცემელი ვახსენეთ იოანე ნათლისმცემლის დაბადება ასევე ერთი ძველი მასაც მსაჯულებიდან გავხსენეთ სამსონი ეს შეიძლება დაბრკოლება იყოს აი ხანდახან ახალგაზრდებთან გვაქვს ლაპარაკი აი ეს ადგილი რატომ არის როგორ აი არ ვიცი მეგობრებო ხა თუ ვინმე მესიცის და იტყვის ვიცი და საერთოდ მწოდნე კაცი ყოველთვის ეჭვის ქვეშ უნდა დავაყენოთ ვინც რამე იცის მე ბევრჯერ ვთქვი რომ ჩვენი ცოდნა არის შეზღუდული რაც არ უნდა ვისწავლოთ რაც არ უნდა აკადემიები დავამთავროთ რაც არ უნდა ჩინები მივიღოთ ნებისმიერ ვარიანტში ჩვენ მაინც შევცდებით აზროვნება ჩვენი არის მუდმივ კონტროლის ქვეშ თუ არ გვექნება ყველა ვარიანტში შევცდებით და ცდებოდნენ ადამიანები და ძალიან ბევრი როგორც მოაზროვნეები, მეცნიერები ჩემთან რომელი ერთი ჩამოთვალოთ, გადახედეთ ისტორიას, ნახავთ ამ შეცდომებმა რამდენ ხანს უგზო-უკვლოდ ატარა ხალხი, შეცდომების გამო ხეტიალობდა ხალხი თელ რიგ იმეებში, ხომ? აი ეგვიპტეში უძრწმუნოებისა და შეცდომების გამო მოხდა უდაბნოში ხეტიალი 40 წელი. და აი ეს მე თუ არ ვიწამე ახლა და არ მივიღეს ზებუნებრივი ჩარევა ღმერთის ამ საკითხებში და რწმენის მომცემი ეს არის და ფაქტურად მკვდარში ახალი წარმოიშვა სიცოცხლე აქ ერთდროულად არის როგორც სიცოცხლის წარმოშობა სიცოცხლის ფორმიდან მხოლოდ უკვე ყავლგადასული უკვე გაფიჩხებული სხეულიდან საშო მკვდარ სხეულიდან ასევე ეს არის პირდაპირ გაგებით მკვდრის გაცოცხლებაც და აღდგომის სიმბოლოც არის ეს
აი ქრისტე რო აღდგება მე ამ წინასახითაც ისააკი გამოდგება იესოს წინასახით. აი თუ ჩვენ ამას აი ესეთი იმეებით წავიკითხავთ, უკვე მოსაწყენი არ იქნება. ჯერ ერთი შეიძენთ თქვენ რწმენას იმისას რომ სამყაროს პატრონი ყავს. ის პატრონი რომელიც თქვათ აბრაამს დაყვებოდა, გვარ გონეთ მივატოვა. ზუსტად ის არის და მაგერ უკვე 2000 წლის უკან ჩვენ მოწმები ვართ აბრაამი არა, აბრაამი უკვე გავიდა იქით, ჩვენ უკვე მოწმები ვართ რომ იესო ქრისტე დანაპირები მოვიდა, აი რაც დაპირდა დავითის მოდგმას, ეს არის უკვე 1000 წლის შემდეგ რამოდენიმე თაობების მერე და შესრულდა. აი აქაც ერთ-ერთი წინასახი არის იგივე დანაპირები შესრულდა. წინ და წინ ეუბნება 25 წლის მერე ისააკი ჩდება და ასევე იქაც პირდება ისრაელის დავითის თავმავლობას და დავითის შტოდან მოდის უვიწო ჩასახვით იესო ქრისტე 1000 წლის მერე თაობები რო გავიდა. ასე არის მეგობრებო, ღმერთის სიტყვა ყველა ვარიანტში სრულდება. ასე რომ ჩვენ უნდა მოთმინებით ავიჭუროთ და რწმენა სწორედ არის იმის რწმენა, რომ უნდა გჯეროდეს ავტორიტეტის. მე მჯერა ავტორიტეტის, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი და რაღაცნაირი პორტრეტი, როგორც შეიძლებოდა ადამიანურ დონეზე აღწერილიყო, ესე დაგვიტოვა ღმერთმა თავისი ანაბეჭდი, რომელიც სრულყოფილი არ არის ბიბლიაში და არ შეიძლებოდა სრულყოფილად აღწერილიყო. და როცა მე ამას სრულყოფილების პრეტენზიით ვკითხულობ, რა თქმა უნდა, მე დავიწუნებ და გადავდებ გვერდზე და მოვიგონებ ჩემს მიერ ფანტაზიის ნაყოფით შექმნილ ერბს, ღმერთს გამოვსახავ, ჩამოვკიდებ კედელზე და დავიწყებ მასთან თაყვანისცემას. ეს არის წარმართობა. აი ეს საკითხები თუ არ დავამუშავეთ, აბა რა საჭირო არის ამის კითხვა მე ვერ გავიგე. ჩვენ ბოლოს და ბოლოს ამით უნდა მივიდეთ იესო ქრისტესთან, რომ ჩვენთან შემოვიდეს თელ გაბატონდეს ჩვენ ცნობიერებაში, ჩვენ გულში ეს პიროვნება და იმდენად რეალური უნდა დაიკავოს ადგილი, რომ ერთი წუთით ეჭვი არ შეგვეპაროს. თუმცა ბიბლია გვასწავლის იმას, რომ ჩვენ ისევე რწმენის სფეროში ვართ, როგორც აბრაამი. აბრაამიც სწორედ რწმენის სფეროში იყო და 25 წლის მანძილზე ხანდახან ღმერთი რო არ ეცხადებოდა, მისი რწმენა ირყეოდა და ვარდებოდა იგი და აი ეს არის აღწერილი. მიუხედავად ამისა, ღმერთი თავის დანაპირებს ასრულებს და ითვალისწინებს აბრაამის ბუნებას და აბრაამი მით განსხვავდება იზმაილისაგან და იზმაილიტიანებისაგან, რომ ეს აღიარებს თავის ცოდვებს. ჩვენთვის იმედის მომცემია თანამედროვე ქრისტიანებისათვის. ცოდვამ კი არ უნდა შეგვაშინოს ცოდვაში ჩავარდნამ. ჩვენ უნდა შეგვაშინოს ცოდვაში დარჩენამ და თუ ჩვენ შეგვიძლია ცოდვის აღიარება, მაშინ ისევ წელგამართული ვართ ღმერთის წინაშე და ისეთივე მოწემული ვიქნებით, მოსხმული და კურთხეული, როგორც აბრაამი. მით უმეტეს ქრისტე, როცა უკვე ქრისტე მოვიდა, რომელმაც მოხსნა ეს ყველანაირი ბარიერი მამასთან ურთიერთობისა და ჩვენ უშუალოდ ეხლა ისეთი უპირატესობა გვაქვს წინ წლებში ვიტყვი, რომ აბრაამსაც არ ერისებოდა. თუ აბრაამს 25 წელიწადში 7 ჯერ გამოეცხადა, მე სახში მინდებს გამოცხადების ამ მეთოდით ღმერთთან ურთიერთობას გულისხმობ ბიბლია. მუდმივად ნებისმიერ დროს არ მჭირდება დალოდება 10 წელი, 20 წელი, 30 და ასე შემდეგ. აგერ გვიდევს ჩვენეს. აი ესეთი უპირატესობა მას არ ქონია. და აი აქ არის სწორედ როცა ირყევა ადამიანის ეს რა ვიცი ეს სწორია, იმან დაწერა, ესეთია. აი აქ უკვე როცა არის, ჩემთვის ეს ავტორიტეტი არის. ჩემთვის სარწმუნო არის, აქამდე მოტანილი ეს სიტყვა, ეს გამოკვლეულია ჩემს მიერ, ეს არ არის ჰარალოთ ისე მაპატიეთ და რაღაცა ეგზალტირებულ დონეზე მიღებული, ეს არ არის კიდე ხურტურიდან აღებული და ვიღაცის ჯინაზე. ეს გამოკვლეულია, გამოკვლევას ექვემდებარება, იმიტომ რომ თავად ქრისტემ გითხრა, გამოიკლიეთ და შემისწავლეთ. ეს მე ვარ. თავად იესო მბრძანა და იესოს კიდე მე მგონი დღეს ახლა სადაუ არ უნდა იყოს, თითქმის ყველა აღიარებს, თუ ქრისტეს აღდგომა გჯერა. მაშინ ისეც უნდა გჯეროდეს ქრისტე რას იძახის. გამოიკლიეთ ბიბლია და სარწმუნოა ეს წიგნიო. ხო, აი ამით მეცნობა მე და ეს უპირატესობა გვაქვს ჩვენ ახლა აბრაამთან შედარებით, თუ ეს უპირატესობა ჩაითვლება წინ წლებში, იმიტომ მომათავსე სიტყვა უპირატესობა. ახლა ვიღაცა ეტყვის იმას ცოცხლდა. ჩვენც რა არ გვეცხადება რა, თეოფანიას ქონდა ადგილი. დღესაც ღმერთის თეოფანიზირებული ფორმა არის წიგნი რომ მიდევს აქ. აბა იმას რა ის ნამდვილი სახით ეცხადებოდა? ეს სული არის ღმერთი. ხან ადამიანის სახით იყო ანგელოზები, ხან ცეცხლი სახით იყო, ხან ვიღაცა კაცი სიზმარში შემოვიდოდა და ეს განცხადებული, მაგრამ ნამდვილი სახით როგორც სახარებაში წერი, არავის ღმერთი არ უნახავს. მოსესაც არ უნახავს ნამდვილი სახით ღმერთი. ასე რომ თეოფანიას აქვს ადგილი, მეგობრებო, როცა თქვენ ბიბლიას კითხულობთ და თუ ეს ამის არ გჯერათ, მაშინ უკვე ახლა რაზეა ლაპარაკი, ეს უკვე სხვა თემა არის. მე ამით შემოვიფარგლები მე-20-21 თავს რაც შეეხებოდა, კარგი იქნება ეს რომ კარგად გაშინაურდეს, გემო გაუსიჯოთ და სიტყბობა ვიგრძნოთ წიგნისა. გემოს რო გაუსინჯა უკვე საყვარელი არის ეს.